მოგესალმებით ყველას, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. და დღეს უნდა ვნახოთ Breaking Bad მძიმე დანაშაული პირველი სეზონის მესამე სერია. სანამ გადაახვევდეთ ინტროს, თუ უკვე არ გადაახვიეთ, გეტყვით რომ ცოტა მიჭირს ამ წუთას ამ დღეებში უფრო სწორედ დიდი ვიდეოების გადაღება, Breaking Bad ძალიან დიდი სერიები აქვს და მინდა მეთქვა რომ კვირაში ერთხელ დაიდება ხოლმე რომელ დღეს არ ვიცი, რომელ დღესაც დაიდება ეს ვიდეო, იმ დღეს დაიდება ხოლმე ყველა ვიდეო დანარჩენი Breaking Bad-ის ჩათვალეთ. იმიტომ რომ ლექციები მაქვს კვირაში 4 დღე მთელი დილის 11-დან მოყოლებული ხან 5-მდე, ხან 7-მდე და სახშიც გვიან მივდივარ ხოლმე და დრო არ რჩება ბევრი. პარასკევს კვირას დაურჩებაც ვისვენებ და ახლა პარასკევია და ვიდეოს ვიღებ, ასე რომ იცოდეთ რომ ეს დღეს გამოვა ხოლმე კვირაში ერთხელ. დიდი ალბათობით შაბათს, მაგრამ თუ მოსწრები, ხვალ დაედიტება ხვალისთვის. წესით უნდა მოვასწრო, მაგრამ მაინც სხვა ვიდეოებიც ხომ აქვს დასაედიტებელი. აი. ესე იგი. მოცა. OBS-ი კი არ ჩამირთავს. წინა სერიაში, საკმაოდ ისეთი პრობლემა შეგვექმნა სერიოზული. პინკმენის სახლი, როგორ თქვა სწორად, დადნა. დაახლოებით. თვითონ ჯესის სიდებილის გამო იყო, მაგრამ ჯანდაბას. რასთავარია გვამი ბოლომდე არ მოვიშალეთ, მაგრამ ახლა ვიხედავთ მაგასაც. და ემილიოს პიძას კრეიზი მეგრეერ ფაბლონი. მაგასაც ვიხედავთ როგორმე 3, 2, 1 დავიწყოთ. და რა ხმა? ეს კომპიუტერის ბრალია? თუ ეგეთი საუნდტრეკებს უცნობიაცეთ ესაა. მიდი ეს მინდა. ვაგვარებთ ამ პრობლემას. მოიცა რა? არა. მეთქი როგორღაც ხვრელების აღდგენაზე ჩარიჩობდნენ. ხო, არ არის სასიამოვნო გასაკეთებელი. მოდი ავხსნათ. წყალბადი. ეს რას გვაძლევს? მოლით, დაახლოებით 63%-ია. 63? საკმაოდ ბევრია. შემდეგი ჟანგბადი უნდა იყოს. ჟანგბადი 26%. 26. ესეც წყალი? ნახშირბადი 9%. ნახშირბადი 9%. საერთო ჯამში 98%-ია. მართალია. აზოტი 1.25%. 1.25. 99 და 1/4 დარჩა. შედეგად მხოლოდ ნარჩენ ელემენტებს იღებთ იქ, სადაც ჯადოქრობა ხდება. ერთი წუთით. კალციუმზე რა სიტყვი? კალციუმი ნარჩენი არ არის, საკმაო რაოდენობით უნდა იყოს. იხსენებს. ასე გონიათ, არა? დიახ. თავის ქალის ტურის იყო. მე მგონი თავის ქალის იყო. ასე ცოტა? მართლა? ჯანდაბა, ვერც არ მოვიდგენდი. კარგი. და რკინასად უნდა იყოს. რკინა. კარგი. 0.4%. რა? რკინის გარეშე ჰემოგლობინი წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, ბევრი არ უნდა. ნამდვილად. კი, ესეთი გავალებები ცოტა მიჭირდა ხოლმე. 0. და ახლა ვოლტერი ფიქრობს ფოსფორი ეს როგორ დამემართაო. 0.19. ესეც ასე. მოკლედ. ყველაფრის დაჯამებით მიიღება 99.8804%. ჩვენ კიდე მინდა 100. ვაიმე. სულ რაღაც 0.1111%. გვაკლია. წესით აქ ყველაფერია. ხო? არ ვიცი. უბრალოდ მგონია რომ რაღაც აკლია. ადამიანში უფრო მეტი რაღაც უნდა იყოს.
მადლობა ღმერთს. ინტროზე გადავედით. პირდაპირ. Breaking Bad. გაბოროტებული. გაბოროტებული. დებულია მუვიჯის მიერ. ეს გაბოროტებული. ვინს გილიგანი. აუ ეს სერიალებს სხვანაირად თარგმნიათ მაგარია. ამბახსაც მოსვევი. ძიმე დანაშაული კიდე შეიძლება, მაგრამ გაბოროტებული. თითქოს უნდა დავრბოდე და ვიღაცა ამაზრზენი მოხუცისთვის წვნიანი უნდა მიმქონდეს, მერე კი ჩემს 16 კატასთან ავტობუსით მივდიოდე. მაშინ რატომ გაცვია? საყდენი მომწონს. ჩემი თაღები ძალიან თაღოვანია. გაუმარჯოს, რა ხდება? შეგიძლია 2 წუთში დამირეკო. გმადლობ. დროებით. უნდა დავურეკო. გოგოა? ლუისია. თუმცა შენი საქმე არ არის. ასე რომ მალე დაამთავრა. არა. და კიდევ არა. გთხოვ გაუმარჯოს აღარ თქვა. ეს სიტყვა ძალიან ძელს. აი ვერ გავიგონე რა თქვა ორიგინალში, მაგრამ გაუმარჯოს ნახდეთან უნდა გიწვდეს. ერთი გამორჩა. აი, შენს თავზე. შენთვის კი ბეზად გომა შეიძლება? თუ გინდა ჩემს ადგილს სიამოვნები დაგითმო. არა, ფეხსაც მერე ვიჭერს. ეტყვის. ხო. კარგი აზრია. ვოლტი დაკავებულია იცი, ისეთ რითაც. ახალ ნოველაზე მუშაობ და ერთ პერსონაჟს მოსაწევი უყარს. აჰა. ვცდილობ, მოდი ჯერ სხვა რამეს კითხავ. ისევ იმას ფიქრობს, რომ მარიხუანას ყიდულობს. მარიხუანა ჯესისგან. შეძებდი. ოპა. გაგისინჯავს მაინც. კარგი რა. ალბათ არ დამიჯერებთ ამას, რომ ვიტყვი, მაგრამ სიგარეტით ცხოვრებაში გასინჯულიც არ მაქვს არც ერთხელ. ოდესღაც გავსინჯე. არც ერთხელ და ერთ თვეში 18 წელს ვხვდები. როგორ მეხომარ შეგწოვა? უფრო დამასერიოზული. მართლა? მედამ რომ მე მახსოვს თავბრ მეხვეოდა და მეტი არაფერი. საინტერესოა ხომ არ უბრალოდ იმ პერსონაჟზე გავიჯადე. არაფერია. დაივიწყე. ვოლტერ უმცროსი გაიბავს რა? არა. სას შულზე იფიქრა. ფიქრებინა. საჩაულობს. მერე სერიოზულად ის ვიღაც ლუისია გამყიდველი რა? არა, კარგი რა. გაკეთება საბერე. მერე თვალებში უნდა შემომხედა. მართლა ჩემი ნაწარმოების გამო გეკითხები. არაფერი ხდება. გეფიცები, ღმერთის წინაშე ვფიცა უოლტერ უმცროსი მარიხუანას არიძევა. რამდენადაც მე ვიცი ესეა. და რაც არ იცი? ახლა თუ აღმოჩნდება, რომ ვოლტერ უმცროს ეწევა, მაგრამ გაუტყდება სკაივერს. და ესენი, ვაიმე. წამოდგეთ, პროსტა ვინმე რომ შემოიჭყიდოს ღობიდან, ასეთი რაღაც რო დაინახოს. მე მოხევდი იქიდან 2 წამნახევარში. ცოტა მე დაასწრენო ტვინი. აუ ისევ. კარგი არ გვაჩვენეს მაინც. და ამ ტიპის თვალწინ შემიქა. საწყალი კაცი შეიძლება ღირსი იყო, მაგრამ მაინც მეწოდება. შემომხედე. ოპა. მობრუნდი და შემომხედე. ხო, დრო რაღაცა უთხრა.
ამას. აი ამას. მოსის ხლემტერსაც არ გავუკეთებდი. და მამცირებელია. ანუ ფაქტობრივად ამისი ძმისშვილის გვამი ჩამოვადინე მაგის თვალწინ. ამიტომ გონია უფრო მარტივი იქნება თუ ბუნებრივი გზით მოკვდები არა. ჩამოვადინე რა სიტყვა ახლა ან მომკალი ან გამიშვი. ვერ გაბედა უოლტერ. ჩემი სახელი საიდან იცი? ჯესიმ. მე და ემილიოს გითხრა. შენი ძამლის გასაყიდად მოვიდა. და რა? დაემუქრე? ცემით გამოტყუე? ვერ გამოიცანი. ახლა კიდევ რა მოატყუებს გითხრა? ჯესი. აუჩი. თითქმის ყველაფერი რაც იცოდა. სკოლაში ასწავლიდი. ერთხელ გაკვეთილი ნახშირ ორჟანგის შესახებ ყურძნის წვენის მომზადებით ასწავლე. შენი შვილი ჩამორჩენილია. ინვალიდის ეთლში ზის თუ რაღაც ასეთი. კარგი, შვილს ოჯახს ნუეხები. შენს პარტნიორს გრძელი ენა აქვს. უოლტერ, პინკმენს გრძელი ენა აქვს მართლა. მაგრამ მენდე ეს საშენო საქმე არ არის. სიმართლეა. ესე იგი უბრალოდ უნდა გაგიშვა? არა. გაგათავისუფლო და დაგემშვიდობო? სხვა რა არჩევანი გაქვს? ვაფშე სხვა არჩევანი აქვს? თანაც არ ვიცი. ნამდვილი პრობლემაზე ვიცის. კარგი რა. პინკმენს ვოლტერი და ჯესი არ მინდა რომ ახლა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაკავებულია. ვცდილობ კუთხში გავიდე. ცოტა ხნით მარტო დამტოვე, კარგი? კარგი რა ვო. რა ჯანდაბაა ძმაო? რას აკეთებ? ნაბიჯვარო. ჩემს შესახებ მოუყევი. ვინ თქვა მან? ჩემი სახელი სამუშაო ადგილი, ჩემი შვილის შესახებაც გითქვამს. ხელი გამიშვი. წყეულო ნარკომანო. არა, ეგ მომეცი. ახლავე ჩავრეცხავ. მიყურე. არა, 40,000 იღირს. უთვინო ნაბიჯვარო. არაფრად ეღირება თუ მთლიანად მოწევ. ახლავე ადექი. ადექი მეთქი. ერთო ვოლტ. კარგი უკვე. ადექი მეთქი. გეყობა. არა. მაინც. არა. არა, გამორიცხულია. ნუსა უკვე ება. ესეც თავისი ალბათ ყოფილი შედეგი. არა. ჯესი, საჯანდაბაში მიდიხარ. მოიცადე. უკან დაიხიე ძმაო. ხმერთო. საქმე გვაქვს. არა. საქმე შენ უნდა გააკეთო. მე ჩემი მოვალეობა შევასრულე. იმ საშინელებას გულისხმობ 2 საათის მანძილზე რომ წმენდი, ეს არის შენი წვრილი. ტრაქზე მაკოცე ძმაო. ეს ყველაფერი არ მithოვია. ახლა აქ როგორ უნდა ვიცხოვრო? თელ სახლში ჭუჭყიანი ფეხებისა და ქიმწმენდის სუნი დგას. იმიტომ რომ ჩემს მითითებებს არ მიყვებოდი. სიმართლეა. აუ. და კიდევ რაღაცას გეტყვი. მონეტა ავაგდეთ, გახსოვს? შენ და მე. არ ვიცი რა, თავისებურად ორივე მართალია, მაგრამ თან ორივე ერთნაირ სისულელეს ამბობს. ჯანაბ. აი. შენი საქმე სარდაფში გელოდება, როგორც მონეტით გადაწყდა. ვოლტერის მესლის რა თქმა უნდა. ამდენი ხანი იკავებდა თავს ემოციებისგან და ახლა ნო, მე ჯესის ადგილას ვოლტერს არ დავტოვებდი მარტო საკუთარ სახლში. ასეცა. მგონი უნდა გქონდეს.
ხო, უნდა გაისინჯო. უკაცრავად. ალბათ 7 ნახევარი, არ ვიცი. უკაცრავად. ასეთი შავი არ გაქვთ? მოკლედ რას გიყვებოდი? იმ დღეს წვევლებაზე ვიყავი. ხო, დონიც იქ იყო. სულ ერთია. სად იყავი? 2 საათის წინ დაგირეკე. მაბადე ისაყვარელო, დაკავებული ვარ. რა მოხდა? იცი რა, ბევრი რამ მოხდა. ეს დელიკატური საკითხია, ასე რომ მინდა გონება მოიკრიბო. დაჯექი. ჯანდება, ჰენკ. მაბადე იბატარო. ხომ გესმის, საქმეზე ვარ. დაიჭირე. გასაგებია. დაჯექი. მან დააგდე გესმის, შენს გეხება. დაჯექი და მოკეთე. კარგი. იჯექი. შენი. დაუბრუნდი საყვარელო. რა ხდება? ვოლტერ უმცროსი. ახლა იტყვის. მარიხუანა. ბიჭი ეწევა. სისულელეა. მაბადია, მაგრამ დედამიწით გეჯვავს. ეს ხელერმა გითხრა? მიმანიშნა. მიგანიშნა? მკაფიოდ მიმანიშნა. დაახლოებით ასე. ეკიმო, ჩემს მეგობარს ერექციის დისფუნქცია აქვს. უკვე გასაგებია, კარგი რა. კარგი. უნდა დაელაპარაკო. უოლტი დაელაპარაკოს. სულაც გაელერე აჯობებს. ნამდვილად არ დაინდობს. მინდა რომ შენიყო. არა, სკაილერმა სხვა რამე გულისხმა. საშინელებები მოუღები იქნებ. და ვოლტი გაკეთებებიც აჩვენა. დაკავებულია. მარიხუანი ზედმეტი დოზი დაღუპულის? კარგი რა. რა ვიცი საყვარელო. უბრალოდ ასეთ რაღაცას მამა უნდა აკეთებდეს, არა? ჰენკ, ბიჭი პატივს გცემს. კარგი. მისმენე. სამსახურის მერე გავული. ხო, კარგია, შეაშინე. ხო, მისმენე. არ მგოცნი? სულ იყო. უკაცრავად მე სანამ მოიზომებთ, დამცავები უნდა ჩაიცვათ. ძალიან სუფთა ვარ. ხო, მაგრამ მადლობელი ვიქნებოდი. მაბადია. ხო, შევამოწმე. წინა კვირაში ნაცრისფერები ჩუმად გადაგინახე. მერე მენეჯერმა იპოვა და ისევ გამოვიტანეთ. ნუ შეიძლება წაიგო. აი ამ გოგოს სახელი არ მახსოვს მართლა. ვაუ. ამაზე რა ვთქვა არ ვიცი. ეს ვაკეთებთ და ვინ არის ეს? ან რა? სად ვარ ვაშე? მიდი. რას ფიქრობ? რის შესახებ? კარგი ადგილია? არა, არც ისე. აქ იცხოვრებდი? არა. ნამდვილად? ხო, დარწმუნებული ვარ. მეგონა რომ სანაყინეში მივდიოდით. ხო, გზად შემოვიარეთ. მინდოდა მეჩვენებინა მეორე ნახევარი როგორ ცხოვრობს. ამას კრისტალის სასახლეს ვეძახით. იცი სასახლეში ვინ ცხოვრობენ? ნარკომანები. ნარკომანები არიან ცხადია. ნარკომანები, რომლებიც ერთი დოზისთვის ბებიასაც გაკიდდნენ. გონია სასაცილოა? სასაცილოა? ხო, რაღაცას გეტყვი. იცი თითოეულმა არარაობა ორიგინალში უცნაური ხმა გწოდა. მითხარე. არ ვიცი. მეგონი ცხოვრებაში ერთადერთი შემთხვევა. გამხსნელი ნარკოტიკი. ერთადერთი შემთხვევა მგონი, როდესაც ქართული გახმოვანება უფრო მოწონს ვიდრე ორიგინალური. და გეფიცები გამხსნელი ყოველ გახმოვანება რა ორიგინალური ხმა ადამიანის. გესმის? ყოველთვის. ერთხელ აიღო. ბევრი შემთხვევა მინახავს. და გეფიცები გამხსნელი ყოველთვის მარიხუანა იყო. მარიხუანა. გესმის? ყოველთვის. ხო. და ამ ყველაფერს რატომ მეუბნები? იმიტომ რომ მე ვეჭვობთ რომ ბიჭვარო. ოდესღაც მას ვიყავი აი ახლა. მსოფლიო სახიფათო ადგილია. და ერთხელ მოიცადე. აუ არა მაინტერესებს, კაია. ო შენ პრინცესა. აქ მოდი. მანქანიდან არ გადმომიყვანო.
დააკვირდი. ამაზე გეუბნები. არაფერი მაქვს, გესმის? ხმის ამოღების უფლება მოგეცი? მანქანას ხელი გაუშვი. მეორე მხრიდან მოდი. ჩემს მეგობარს დაელაპარაკე. აი, რა ქვია საყვარელო? ვენდი. ვენდია. ვენდი. ერთ გართობაში რამდენს იხებ ვენდი? როგორც Gravity Falls-ში, ზუსტად დღეს ვაიდეთებდი Gravity Falls-ს. ამდენს ნუფიქრო, ტვინი გეტკინება. ეწევი თუ იჩხარ? არც ერთი, არაფერს ვაკეთებ. კბილები გვაჩვენე. მიდი ვენდი, შენი ლამაზი კბილები დაგონახე. ეუ, უმერტო. ხედავ? ნამდვილად ეწევა. აშკარად მოსაწევზეა შემждარი. ვენდისთან შეკითხვები ხომ გაქვს? არა, არ მაქვს. პირში სხვა რამე ჩაგიდია ვენდი? აუჩევი. სერიოზულად. ჩემს მეგობარს მოუყევი დაიწყე. ალბათ გოგონა სკაუტი იყავი ან საეკლესიო გუნდში მღეროდი ესეა? შენ რა უნარ შეზღუდული ხარ? ფეხბურთის თამაშის დროს ფეხი მოიტეხა. კვოტერბეკია. მხარი ქვემეხივით აქვს. მითხარი ვენდი. მარიხუანას ეწევდი? რა იყო? ხომ არ გაქვს? გერგი. ხომ არ გაქვს? დაახვე. მოგშორდი. გავფრთხილებ შემდეგში დაგიჭერ. ნუ კი, პოლიციას ესაუბრები. ასე რა ხო? და? რა სიტყვი? იას რო მაგარი ხარ. ვაი, ბოიცა. რა? ახლა ცოტა კარი დახურე. რაზე თქვა მაგარია? დახურე. ოპა. სვინჯანდება იყო. პოლიციელი და ვიღაც ფეხბურთელი. მეთამაშებოდნენ. რა? ჩემ შესახებ გითხეს? არა, მგონი მარიხუანა უნდათ. ჯესი, კარგი, ამას არ ველოდებოდი. წარმოგიდგენთ ახლა კარი რო არ ჩაკეტილი არ ქოლოდეს და ჰენკი რო ბრუნდება. ცოცხლად დატოვება. და ეს კიდე უფრო ზნეობრივი საქციელია. მათმა მოიარეს ნარკომანების უბანი და სინდისის ქენჯნა დაგტანჯავს. ეს თავის გიგნებს. კვლელობა დაუშვებელია. Murder is wrong. კვლეობა შეცდომა აქვს. უფრო უკეთესი ვერსია. მოკლა. ორიგინალი უკეთესი იყო. თუ გაუშვებ მთელ ოჯახს დაგიხოცავს. ალო? საყვარელო, მე ვარ. მისმინე, ძალიან წუხარა. დროის შეგრძნება დავკარგე. უბრალოდ ჩემი ბრალია. ბოგდანმა გვიანობამდე დამტოვა. აღწერა გქონდა. უარი უნდა მეთქვა. მართალი ხარ, მართალი. როგორ მე უნდა უპასუხო ხოლმე. არა, მაგრამ Sky, მისმენ? Sky. Sky ისე. სამრეცხაოში ხარ. კარგი აზრია შემოკლებული სახელისთვის. ძალიან მეეჭვება. ორი კვირის წინ სამსახურიდან წამოსულ ხარ. გაიგო. ბოგდანს დაურეკე. გეძებდი. საოცრებები მითხრა. კი, ისეთი რაღაც გააკეთა, რომ მისმინე. სახლში მოვალ და დავილაპარაკოთ. არ ღერს ვალთ. საყვარელო. სადაც ხარ იქნებ. ვიქტორჩე. მანდვე დარჩე. Skyler. ვოლტერ. რა აქ ვიცი. ხარ? რომ იცოდე მომშივდა. ეს ტიპი. ნახევარი საათის წინ 12 ლარიანი შაურმა ვჭამე, ამიტომ
არა, ამჯერად არ მშვიდება. ახსოვს ქერქი რომ არ უყვარს. ვაუ. კარია უბრალოდ. პროვარისა და გადაიად უყურებს ტიპი. Захмара сизал. Вообще рабе сизал. არ ვიცხეთ ახლა ჩვეულებრივად მოიძრობს. არა. უცებ მეგონა რომ სინამდვილეში შეკრული არ ქონდა. აღარ მოხვიდოდი. დიდხანს ვიყავი გათიშული. ალბათ, რადგან ამას 10-15 წუთით. არც ისე. ყველებით გათიშული ადამიანი პირველად ვნახე. ის შეისუნთქე, რაც ჩემზე გამოიყენე. არა. კიბოქს. ფილდვის კიბომaks. თავიანთი მილიონ დამსხვრევად რო დაიშალა. ახალ სენდვიჩს მოგიმზადებ. დამშვიდდი. მოწამლული არ არის. ეჭვობს რომ უნდა გოგმას. ჩემს მოსაკლავად ეს საუკეთესო გზა იქნებოდა. თუ გინდა რა თქმა უნდა. არ უნდა. ალბათ მართალი ხარ. ბოლოს და ბოლოს. ქიმიკოსი ხარ. ვარ ახლა უბრალოდ აიღოს და მართლა მოწამლოს. მე გავგიჟდები რა. ანუ ეთყობა ახლა ვოლტერს რომ ესეთი ცვლილება უნდა ქონდეს პერსონაჟს. ის სახელი Crazy 8. Crazy 8. მოგმართო? არ გეწყინოს. მაგრამ ნამდვილი სახელი არ გაქვს. დომინგო. დომინგო. ეს კვირა დღეს ნიშნავს, აბა. კვირა დღეს? მირჩევნია ესე მოგმართო. თუ წინააღმდეგი არ ხარ. სულ ერთია. ვერ ვიტყვი რომ ეს სახელი მომწონდა. ესე იგი დომინგო. აქაური ხარ თუ სხვა ქალაქიდან ჩამოხვედი? ოლდერ. ჩემი გაცნობა მოკლას არ გაგიმარტივებს. თუმცა წინააღმდეგი არ ვარ. კარგია.
მიმეორებ რომ გამბედაობა არ მეყოფა. იქნება ასეცა ან არ არის. არ ვიცი, მე მგონი საბოლოოდ მაინც უნდა მოკლას. ისეთი რაღაცა მოხდება. მიზეს რომ ეს არ გავაკეთე. არ ვიცი, ან პინკმენი ეთქვეს ან სკაილერი ამას. დაბლოს მოკლას. არ ვიცი, ამ სკაცებს რო კიდევ სკაც მგონია რომ უნდა მოიხსნეს როგორმე. იმით დავიწყებ რომ გპირდები თუ გამიშვებ შურს არ ვიწიებ. უსაფრთხოდ ნუ მაგას ვერ ვიჯერებთ, ვერ დავჯერებთ. ჩვენ შორის მოხდა. არასოდეს გავიხსენებ. ყველა ჩვენთაგანისთვის აჯობებს თუ მომხდარს დავივიწყებთ. თუმცა ჩემს მდგომარეობაში ასეთ დაპირებებს ყველა არ იგებს. ნუ იქნებ პრინციპში ეს და მილიონი თავს და ეს თუ მილიო თავს და ესხნენ. ვოლტერს და ჯესის ამიტომ რომ უთხრას ვინმეს ესეთ შარში გაეხვევა. მაგრამ თუ თავისიანებს ეთქვის როგორ ახლა? არ ვიცი. არა, მართლა მაგრამ უნდა დამარცხო. რთულიანდა. ზუსტად. მანამდე ვერ შეწახო. ზუსტად ანუ მე არ ვიჩქარებდი ვოლტის ადგილს. ამ ქალაქიდან ვარ ძმაო. ოპა. ABQ დაბადებული და გაზრდილი. არასოდეს წავსულ ვარ. UNM-ში ბიზნესის მართვა ვისწავლე. ხარისხი ავიღე. მართლა? ნარკო ვაჭრობაში გამოგადგა? არ მაწყინა. თავიდან მუსიკის შესწავლა მინდოდა. ობერლინში ან ბერკლიში უნდა ჩამებარებინა. მამამ გადამაფიქრებინა. მითხრა რომ ფულს ვერ ვიშოვიდი, თუ ვიღაც თვითმარქვია რო ყვარსკვლავი არ გავხდებოდი. ამის შანსი კი არ მქონდა. მამა შენი რა საქმიანობს? მენელზე ავეჯის მაღაზია ტამპიკო აქვს. მოიცადე, ეგ ადგილი ვიცი. ერთი წუთით. ეს ხომ შუაღამისას ჰქონდათ ხოლმე? სულელური რეკლამები. შუაღამისასო? ისა. მამას 30 წლიანი სტაჟი აქვს. ერთი წუთით. როგორ იყო? გონი ასე. მოიცადე. საყიდლების გამოტყვის შეიძლება ბოლოში დაძმა კაცნებია. შეიძლება ვწდები და არ მოკლას. ფრაზა წაიმღერე. ჩვენი ავეჯი ბუენოა. ან დაუშვებს და პინკმენი მაგის გამო დაუპირისპირდება. იმდენი ვერსია მაქვს Twitch-ში, უკვე არ ვიცი როგორ ვსპილებ ხოლმე. სულელურია, მაგრამ რას ვისამთ? თავში ჩაბეჭდვა კი შეუძლია. შენ დაწერე? ოჯახში ხომ მუსიკოსი ხარ? არა ძმაო. გიჟმა ბიძაჩემმა ალექსმა დაწერა. ბარებში მღერის და ქალების შებმას ცდილობს. გიჟმა ბიძაჩემმა. იცი, 64-ისკენ მიმავალი კიბე დავწერე. მაგრამ ტამპიკოს ავეჯი გონი ჩემი შვილი რომ დაიბადა სარწევი იქ ვუყიდეთ. სარწევებს არ ვყიდით. სპეციფიკური ავეჯია. თუმცა საწოლები გქონდა. ესე იგი საწოლი იყო. კარგი. საწოლი, ხო, მახსოვს. მეტიც. მახსოვს რომ მამა შენი რეკლამებიდან ვიცანი. თუმცა პირისპირ არც ისე მეგობრული აღმოჩნდა. ანუ იტყვი. ვაუ. გახანგრძლივებული გარანტიის მოყიდვა არცადა? ხო, ალბათ ცადა. რადგან წუთიანი ეს სერია? 48? ცოდი იყო. ესე იგი ახლა ყველა სერია 48 წუთიანია? ყინულისთვის გახანგრძლივებული გარანტია გჭირდება. ყველა არა უბედესობა მაინც. შენც იქ მუშაობდი? ბავშვობიდან. სანამ ერთ დღესაც არ მივუბრუნდი, შევაგინე და წამოვედი. ო. და 16 წლის წინ რამდენი წლის იქნებოდი? თუ სკოლის ის საათები როგორ მქონდა, ეთქვით? იქ ვიქნებოდი. მოიცა რა. მოგემსახურე კიდეც. როცა ბავშვის საწოლისთვის გარანტიას ყიდულობდი. სკოლი მოსწავლე ხო არ არის ამისი? სკოლის საათები თქუდად კი არ ახსენა. პატარა. ნამდვილად.
და გეთანხმებით. რა გზებზეც უნდა ვიაროთ? ჯესი მიწის რომ კიბო გაქვს. მარტო შენიცი. არავინ იცის. ოჯახის წევრებმა? არა. რატომ? ნუ მაქსიმალურად არ უნდა რომ ოჯახის წევრები ჩარიოს ასეთ საქმეებში. ამ საუბრის დასაწყებად მზად საერთოდ არ ვარ. წამალს ამიტომ ხარშავ? გინდა რომ ოჯახს ფული დაუდოვო. დამიჯერე. თუ გამიშვა. ოჯახისთვის აკეთებს ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ მე ვგდებოდი რომ ვოლტერი არ არის მოსაწონი პერსონაჟი. რავი, მე როგორც გითხარი ვოლტერი. რადად მომწონს. ეს საშენო საქმე არ არის. არ ვიცი, თავიდან პიკმენი უფრო მევასებოდა, მაგრამ ეხლა ალბათ ვოლტერი უფრო მევასება. შეეშვის ანამ დაგვიანდება. არ ვიცი რა ვქნა. სანამ ძიმე დანაშაული ჩაგიდენია. სულ სერიოზულობით, სანამ რამე სერიოზულში გადასულ ხარ. იცი? ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პინკმენს უნდა დაუპირისპირდეს, რაც დიდად არ მომწონს, იმიტომ რომ პინკმენი მომწონს ეხლა, არ არის ცუდი ტიპი. გასაღებს მოვიდა. თანაც კრეიზი რო თავისი ნებით მოხვდა. თავისი ნებით რა? თავისი ბრალი იყო. არ ვიცი რა უნდა ქნას. კეპინგმენმა შეუშალოს ახლა ხელი, მაგრამ რატომაც კარგი არ მგონია ეს ყველაფერი. ან თვითონ გადაიფიქრებს. აუ, მთელი სერია, ესე იგი, ბოლოსური რაღაც დიდ თეორიებს. აუ, ახლა კიდე გული რო წავიდე. აჰა, კიდე ერთი. მაპატიეთ, არ შევიძლია გავჩუმდე. როგორღაც დააწერებს თუ ეს უზამს. დღეს შესაძლებს. Volt. Martina ნატეხია გლია. არა. არა. აუ, ახლა მოვწვი. არა. იმან აიღო სანამ ეს კათიშვილი იყო. და ახლა ზურგს უკან გაიჩითება. თუ აქციული იქნება უკვე. არა. არა. ეს რატომ გააკეთე? რატომ აკეთებ ამას? ვაიმე. აღარ იქნება ხო? დავით ზაბეცოტა. სწორად იქცევი ვოლტერ. არა არის ნამსე.
შეგიძლია რომ მოტრიალდი და მოკლავს ახლა ესე იგი არ ბრაზობ რას გულისხმობ? გიბრაზდები თუ არა? არა. იცოცხლე და აცოცხლე მეგობარო. როგორც თქვი თვითონ ამისი კარგია რომ გესმის ტიპის ბრალი იყო სახელი უკვე დამოვიწყდა რაღაც დოზე იწყებოდა ხოლო სახლს ვიწასვლა მინდა. შევი ახლა ო მეც უბრალოდ უთხარი რომ ვიცი გამიხსენი ვოლტერ. მიდი ან არ ვიცი მეც არ ვიცი უკვე უფრო ძალიან რა მინდა როგორც კი გაგიშვებ თებშის ნატეხს შემირჭობა რა ესე იგი მაინც აუ და დახჭ მაპატი ძალიან წუხარ მაპატი ძალიან წუხარ და სეფშენაში და სერია უნდა დამთავრებული იყო. ესე იგი ახლა, ეს ერთი გვამი დაგვრჩა მოსაცილებელი, მაგრამ ბერერას ვიზავთ. დიდი ალბათობით მაგ დროს შეგვექმნება ზუსტად პრობლემა და ესე ჯესი. ამჯერად რა სიტყვი, ძმაო, შენი საქმე შევასრულეთ. ჩვენი საქმე. თვალი რო კიდე არ მოურჩა ბოლომდე. ახარ არის საქმე რა ახლა გვამი დახვდება მარტო თუ ვოლტერიც დახვდება გათიშვილი ეს ის ადგილია, ხო? ეს ის პოზიცია, რომელსაც ვიგნური იყო. ყურადღება თქვენი ადგილები დაიკავეთ დასხედეთ თუ შეიძლება გმადლობ
როგორც გავიგე, მისტერ ვაიტი დილით შეუძლოდ გახდა. ასე რომ როგორმე დღეს ჩემი ატანა მოგიწერთ. ძალიან აი, როგორც ჩეს მართლი ასეთანი მოსწავლებელია. ნახშირბადის შესახებ. ეს მნიშვნელოვანი საკითხია. აბა, რამდენი დაიძინებს? ნამდვილად ხარშავდნენ. ხოლო დღიდვისთვის აქამდე არ მოვიდოდნენ. ესეც ის ადგილი, თუნდაც კი არ გვაჩვენეს პირველი სერიის ბოლოს. თუ მეორე სერიის ბოლოს იყო. ხო, მეორე სერიის ბოლოს. ნაკვალევი იქით მიდის. სადგეცილისკენ. ესე იგი, მობილური ლაბორატორია აქვთ? შემთხვევით ხანძარი გაჩნდა და ყველა გაიქცა? ო, რატომაც არა. აბა იმ თმა გალაკულმა ნაბიჯვარმა მანქანა რატომ დატოვა? გომი, ეს კულტურის რეგრესია. მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურაა. მანქანა ზემოთქვემოთ ხტუნავს. რა ჯანდაბა? ბოლოს და ბოლოს კონკისტატორები იყავით. აქ დრაკარ ნუარის სუნი დგას. უკვე გავჩხრიკე. ჰა, დროს კარგავ. დანევდი. თუ ამ მანქანაში სამალავია, შენი მოკლედ კუით მაინც ვერაფერს იპავი. მართლა? სამალავი მანქანების ოსტატზე ლაპარაკები მეგობარო. წვიმის კაცი ვარ და კბილის საჩიშკინებს ვითვლი. წვიმის კაცი ვითხარ. გონება ჩამორჩენილი. გასაბობთ ბატონო. მართლა უცნაური ხმა აქვს ორიგინალს. ნაბიჯვარო. მეტამფეტამინს გავს, მაგრამ ძალიან თეთრია. იცი რას ვფიქრობ, გომი? ვიღაცამ ინფორმატორი მოგვიკლა. აგენტებო, რამე იპოვეთ? ქუდი? აჰა. ქუდი რომ იპოვა, ბავშვმა. ნუ, მინდა ვაღიარო ეს კადრები როგორც აჩვენებენ გარემოს, ლამაზია. ესეც ძალიან მომწონს. თან ხარისხიც რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან კარგი აქვს. არ ვიცი. უბრალოდ არ გეჩვენება რომ რაღაც გვაკლია. სულზე რა სიტყვა? ვაუ, და ახალ ბოწვი. სული. აქ მხოლოდ ქიმია. არა, გაისცენა იყო. ახლა ბრუნდებით სახლში. ნახოთ სკაი როგორ მიგვიღებს. გაიფეთ რო უთხრას ახლა ყველას. Skyler. რაღაც უნდა გითხრა. რელიზი თუ თქვენი მუვიჯის მიერ. ახლა უკვე მეზისხებით. მართლა კი არა. და როგორც ყოველთვის დამამიწყდა
სერიის სათაურის ნახვა. ბავშვი, ნახავ და დაბრუნდები. ესე იგი, სერიის სათაურია And the bag is in the river. და ჩანთა არის დინარეშიო. ცოტა უცნაურად გადმოვდე კამერა, მაგრამ არ შეიმჩნიოთ რა. საინტერესო სათაურია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წინა სერიას ერქვა Cats in the Bag. და 3 წერტილით მთავრდებოდა სათაური და ეს იწყება 3 წერტილით. ანუ ფაქტობრივად ერთი დიდი ორნაწილიანი სერია გამოდის Cats in the Bag and the bag is in the river. საინტერესოა. ასე რომ ხო, ჩემი აზრით საუკეთესო სერია იყო ეს ამ 3-დან. კიდევ უფრო მეტი ვიამბეს Walt-ის და Sky-ს, ასე დაუწეხებ უკვე Skyler Sky-ს ურთიერთობების შესახებ. უკეთესად გაგვაცნეს. ზოგადად Walt-ის ოჯახი უკეთესად გაგვაცნეს. Skyler-ის დაც, რომლის სახელიც მომკარით და სულ მოვიწყდება. თვითონ Walt-ი, Hank-ი, Walt უმცროსი, ნანო Skyler-ი. არ ვიცი, ყველა პერსონაჟი ჯერჯერობით ვინც ვნახეთ, მთავარი პერსონაჟები, Walt-ი, Jesse, Skyler-ი, Hank-ი, ყველა მომწონს, ანუ Jesse-ს დაწმუნებული ვარ, Jesse უმეტესობას არ მოსწონს ამ სცენის მერე. ამ სერიის მერე რა, რაც ახლა გააკეთა იმის გამო. ან შეიძლება ზოგს Walt-ი არ მოსწონდეს, მაგრამ რავი. მე ერთიც მომწონს და მეორეც და ცხადია ახლა უნდა შეიცვალონ კიდევ უფრო უკეთესისკენ. შეიძლება უარესისკენ, მაგრამ ზოგადად უკეთესისკენ ხომ მივხვდით რა. როგორც ადამიანები უარესისკენ, როგორც პერსონაჟები უკეთესისკენ, ასე ვიტყვი. ასე რომ ხო. კაი იყო ძალიან სერია მომეწონა, განსაკუთრებით ეს მოგონებები Walt-ის და Skyler-ის ძალიან მაგარი იყო. ცოტა დასანანია, რომ Crazy 8 ასე მოვიშორეთ. მაგრამ ხო, რა ვქნათ ახლა სხვა გზა არ ქონდა. მაგრამ მაინც სამწუხაროა. იმედია მალე ეტყვის ყველაფერს Walt-ი Skyler-ს და ზოგადად თავის ოჯახს, იმიტომ რომ ხო, საკმაოდ სარისკოა ამ ყველაფრის დამალვა ყოველ შემთხვევაში იმის მიღწევს, რომ კიბო აქვს ფილტვის. და შეიძლება მარტო მაგის თქვა უნდა ბოლოში, რომ კიბო ქონდა და არ უნდა იმაზე საუბარი, რომ კაცი მოვკარნით და მეორე კაცის მოვკარნით ბოდიშით. ძალიან სულელურად თქვი. მაგრამ ხო, ვნახოთ რას ეტყვის. კაი. ეს იყო რაც იყო. ვნახოთ Jesse-ის რეაქცია როგორი იქნება შემდეგ სერიაში, რომ ნახავს Walt-ს კიდე. ასე რომ ხო, იმედია მოგეწონათ ეს სერია, იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარისკი ლайკი. მადლობა ყველას, გემშვიდობებით გნახავთ შემდეგ ვიდეოში. კარგად ბრძანდებოდეთ.